ევრობიუროკრატია ომსა და ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას შორის ევროკავშირის საერთო პოზიციას ამჯერად შვედეთი ახმოვანებს. შვედეთის პრემიერი უკრაინას ევროკავშირში გასაწევრიანებლად ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებისკენ მოუწოდებს. ულფ კრისტერსონმა უკრაინელ ლგბტ თემთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ომში მყოფმა ქვეყანამ ევროინტეგრაციისთვის ერთნაირ სქესიანთა პარტნიორობა უნდა დაარეგულიროს და ლგბტ საზოგადოება დაიცვას. კრისტერსონი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირთან დაახლოებისთვის ეს მთავარი პირობაა და ამ ვალდებულების შესრულებას შვედეთი ყურადღებით დააკვირდება. დღეს ერთსქესიან წყვილებს უკრაინაში ქორწინება ან რეგისტრირებული პარტნიორობა არ შეუძლიათ. ყველა უმცირესობის, მათ შორის LGBT საზოგადოების უფლებების სრული სამართლებრივი დაცვა ჩვენთვის უკრაინის ევროკავშირთან დაახლოების მნიშვნელოვანი ნაწილია და ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ. როგორც უკრაინის ძლიერი მხარდამჭერი, შვედეთი ამის შესრულებას გულმოდგინედ დააკვირდება. შვედეთის პრემიერის განცხადებით დასტურდება, რომ ევროკავშირისთვის მნიშვნელობა არ აქვს რა გზას გადის უკრაინა ფრონტის ხაზზე. ევრობიუროკრატიისთვის მთავარი ლგბტ პროპაგანდა და ერთნაირ სქესიანთა ქორწინების დაკანონება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, შვედეთის პრემიერის განცხადება მკაფიო გამოხატულებაა იმისა, რომ ლგბტ პროპაგანდა სრულად მხარდაჭერილია ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან. ირაკლი კობახიძის განცხადებით, გლობალურ ომის პარტიას, რასაც ამერიკელები დიპსტეიტს უწოდებენ, სურს რომ მთლიანად დააკარგვინოს ევროპას საკუთარი იდენტობა. იგივე მიზნები ამოძრავებთ საქართველოშიც, თუმცა ამ მცდელობებისგან ქართულ საზოგადოებას ხელისუფლება იცავს. ხედავთ რა ტენდენციებია მთელი ევროპის მასშტაბით, ხომ? იგივე რაც შეეხება ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, ერთნაირსქესიანთა სამოქალაქო პარტნიორობას, რაც შეეხება სქესის შესახებ პასპორტში ჩანაწერების მარტივად გადაკეთებას, რაც შეეხება ერთნაირსქესიანთა წყვილების მიერ შვილად დაყვანას არასრულწლოვნების და ამ შემდეგ, ხო? ყველა მიმართულებით არის კატასტროფული ვითარება ევროპის მასშტაბით. თითქმის აღარ დარჩა ევროკავშირის წევრი ქვეყანა, სადაც ეს ყველაფერი უკვე დანერგილი არ არის. გლობალურ ომის პარტიას, ამერიკელები უწოდებენ მათ deep states, ამ ძალას სურს, რომ მთლიანად დააკარგვინოს ევროპას საკუთარი იდენტობა, მათ შორის ევროპელებს დაუგარგონ პიროვნული იდენტობა. სტატისტიკა არის შემაშფოთებელი, უკვე ახალგაზრდა თაობაში 20%-ს გადააჭარბა ერთნაირსქესიანთა წყვილების რაოდენობამ, შესაბამისი ორიენტაციის მქონე ადამიანების რაოდენობამ. ეს არის რა თქმა უნდა პროპაგანდის შედეგი, გამუდმებული, დაჟნებული პროპაგანდის შედეგი. ჩვენ ვიცავთ ამ პროპაგანდისგან ქართულ საზოგადოებას. შვედეთის პრემიერის განცხადებას სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. შალვა პაპუაშვილის შეფასებით, შემაშფოთებელია შვედეთის პრემიერ-მინისტრის მიერ ერთნაირ სქესიანთა ქორწინების დაკანონების საკითხის ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობად დასახელება. იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირის ერთ წევრსაც შეუძლია კანდიდატი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის დაბლოკვა. პირველი კანონმდებელი შვედეთის საელჩოს განმარტებას ითხოვს. არის თუ არა შვედეთის პრემიერ-მინისტრის მიერ დასახელებული ერთნაირ სქესიანთა ქორწინების დაკანონების მოთხოვნა შვედეთის ოფიციალური პოზიციის ნაწილი კანდიდატ ქვეყნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებისას. შემაშფოთებელია შვედეთის პრემიერ-მინისტრის მიერ ერთნაირ სქესიანი ქორწინების დაკანონების საკითხის ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობად დასახელება, რაც ეწინააღმდეგება გაწევრიანების ფორმალურ მოთხოვნებს. იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირის ერთ წევრსაც შეუძლია კანდიდატი ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის დაბლოკვა, მნიშვნელოვანია შვედეთის საელჩომ განმარტოს, არის თუ არა შვედეთის პრემიერ-მინისტრის მიერ დასახელებული ერთნაირ სქესიანი ქორწინების დაკანონების მოთხოვნა შვედეთის ოფიციალური პოზიციის ნაწილი კანდიდატ ქვეყნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებისას. ჩვენ შვედეთის საელჩოს მივწერეთ და ვკითხეთ, არის თუ არა შვედეთისთვის ერთნაირ სქესიანთა ქორწინების საკანონმდებლო ლეგალიზაცია ევროკავშირში გაწევრიანების პირობა ყველა კანდიდატი ქვეყნისთვის, როგორც ეს უკრაინის შემთხვევაში საჯაროდ გაცხადდა. პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. საქართველოს შემთხვევაშიც ევროპულ გზაზე ევროპული ფასეულობების დაცვის საბაბით ბრიუსელი ოჯახური ღირებულებების კანონის გაუქმებას ითხოვს. რა კავშირშია ევროინტეგრაციის პროცესი ლგბტ პროპაგანდის აკრძალვასთან? ამაზე კონკრეტული არგუმენტები საზოგადოებამ ამ დრომდე ვერ მოისმინა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საქართველოსგანაც სწორედ ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონის გაუქმებას ითხოვენ და ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებით იმუქრებიან. შესაბამისად შვედეთის პრემიერის განცხადება გასაკვირი არაა. ჩვენი ეგრეთ წოდებული ლიბერალები ნიშნის მოგებით ლაპარაკობენ ხოლმე
რომ რა ევროპა გთხოვობს, რომ ჩვენ ერთსქესიანთა ქორწინება დავაკანონოთ თუ არ დავაკანონოთ და რატომ მიიღეთ კანონი ოჯახური ფასეულობების დაცვის შესახებ და ახალგაზრდობაში და მოზარდებში LGBT პროპაგანდის აკრძალვასთან დაკავშირებით. ეს არის, ასე ვთქვათ, ბუნებრივი პასუხი ამასთან დაკავშირებით, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ ეს კანონები მივიღეთ იმიტომ, რომ ამით ვიცავთ, რა თქმა უნდა, ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებებს. ევროინტეგრაციის წინაპირობად LGBT პროპაგანდის გავრცელება, ის რაც ნაცოპოზიციისა და ნაცენჯეო სექტორისთვის გამოგონილი პრობლემა იყო. შვედეთის პრემიერმა მთავარ მოთხოვნად საჯაროდ დაასახელა. ამ მოცემულობაში ხალხის ძალაში რადიკალებს მოუწოდებენ, ვისაც ერთნაირ სქესიანთა ქორწინების დაკანონების მოთხოვნაში ეჭვიეპარებოდა. საზოგადოებას აუხსნან, თუ რას ნიშნავს შვედეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება. თუ ვინმეს კიდევ ეჭვიეპარებოდა და კითხვის ნიშნები ჰქონდა, რომ აბა ვინ გვაძალებს ერთსქესიანთა ქორწინებას, აბატონო, პირდაპირ უთხეს უკრაინას. ერთსქესიანთა ქორწინებას თუ არ დაარეგულირებ, ვერ გახდები ევროკავშირის წევრი. ეხლა ჩამწკრივდეს სულ ყველა ნაცმოძრაობაში და ეგრეთ წოდებულ NGO სექტორში ელჩები, მათ შორის ევროკავშირის ელჩის თამადობით ჩამწკრივდნენ გერმანიის ელჩის მოყოლებით და აგვიხსნან, რას ნიშნავს ეს. ქართულ ხალხს აუხსნან, ეხლა რას ნიშნავს შვედეთის პრემიერის ეს განცხადება. შვედეთის პრემიერის საჯარო განცხადების მიუხედავად ოპოზიციას ისევ ეჭვიეპარება, რომ ევროინტეგრაციის პროცესში ევროკავშირი ერთნაირ სქესიანთა ქორწინების დაკანონებას ითხოვს. რადიკალები კვლავ LGBT პროპაგანდას ემხრობიან და ირწმუნებიან, რომ მსგავსი მოთხოვნა ევროპული სტრუქტურების მხრიდან არასდროს ყოფილა. ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნებში არასდროს არ ყოფილა მსგავსი საკითხი. ძალიან ბევრი ქვეყანა არის ევროკავშირში, სადაც ერთსქესიანთა ქორწინება არ არსებობს, არ არის კანონით გათვალისწინებული, მაგრამ არიან ევროკავშირის წევრები. დღეისთვის ევროკავშირის წევრ ქვეყნების უმრავლესობაში ერთნაირ სქესიანთა ქორწინება კანონით აღიარებულია. ტრადიციული ფასეულობებისა და LGBT პროპაგანდისგან მომავალი თაობის დასაცავად საქართველოში ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონი მოქმედებს, რომლის გაუქმების ვადაც ბრიუსელმა თბილისს აგვისტოს ბოლომდე განუსაზღვრა. წინააღმდეგ შემთხვევაში ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებით იმუქრება.